Მასე რატომ ირცა პრეზიდენტისთვის პარლამენტის ალტერნატივად ეროვნული ბიბლიოთეკა. მას შემდეგ რაც საპარლამენტო უმრავლესობამ ქვეყნის პირველ პირს უარი უთხრა საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით გამოსვლაზე, მან ამ გამოსვლის ადგილი შეცვალა. პრეზიდენტი დღეს ქუთაისის პარლამენტის ნაცვლად მოსახლეობას თბილისიდან პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიმართავს. რატომ მაინც და მაინც ბიბლიოთეკა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას აღმასრულებელ ხელისუფლებაში უკვე მოყვა შეფასებები ნოდარ ჩაჩუა განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში ნოდარ გისმენთ. საკმაოდ ორიგინალური შეფასება ქონდა პრემიერ-მინისტრს ამ კითხვასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ჟურნალისტებმა კითხა, რატომ გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრმა, რატომ გადაწყვიტა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის ნაცვლად ბიბლიოთეკაში გამოსვლა, პრემიერ-მინისტრმა გადაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მკითხველი არ არის, იგი არც მწერალია, იგი მეტყველია. აი ესეთი იუმორნარევი შეფასება გააკეთა დღეს მთავრობის მეთაურმა, როგორც მან განაცხადა, უმრავლესობის ამ გადაწყვეტილებაში მას წვლილი არ მიუძღვის და ეს სრულად არის უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, გადაიდოს მას შემდეგ, რა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით უკვე პარლამენტის პოზიცია გახდება ცნობილი. შეფასებები დღეს მთავრობის სხვა წევრებმაც გააკეთეს. როგორც ისინი აცხადებენ, ეს არ არის პარლამენტის უარი, ეს არის კომუნიკაციის, შეთავაზებული კომუნიკაციის ერთგვარი ფორმა, რომელსაც მთავრობის სხვა წევრები მიესალმებიან, როგორც ისინი აცხადებენ, უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის პატივსაცემი, ვინაიდან უმრავლესობა არჩეულია საქართველოს მოსახლეობის მეტი ნაწილის მიერ. ეს უმრავლესობამ გააკეთა, პარლამენტმა გააკეთა, პარლამენტში არ წავიდა. მიშა და სამაგიეროდ ბიბლიოთეკაში წავიდა. მაგრამ საკითხავად არა, მიშა მკითხველი არ არის. უმრავლესობამ თავისი ინიაციატივით. არც წერალი არ არის, მიშა მეტყველია. მე მგონია, რომ პარლამენტს წარქმეული უფლება, ლეგიტიმურ პარლამენტს, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უნდა დაუბრუნდეს და ბუნებრივია ჩვენ უმრავლესობა პარლამენტის გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, მოусმეს პრეზიდენტს, მაგრამ ის უფლებები, რაც პარლამენტს აქვს, რაც ხალხმა მისცეს, უნდა დაუბრუნდეს მას. მე ვერ შევაფასებდი, როგორც უარს ეს არის კომუნიკაციის, გაუმჯობესების და კიდევ უფრო დახვეწის, ჩემი აზრით, ეფექტური მცდელობა. პრემიერ-მინისტრის შეფასებით მეტყველი პრეზიდენტი დღეს პარლამენტის ნაცვლად გამოვა პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკაში, სადაც მიმართავს მოსახლეობას და სავარაუდოდ საქართველოს პრეზიდენტი წაიკითხავს სწორედ იმ მიმართვას, რომელიც პარლამენტში უნდა წაეკითხა სწორედ პარლამენტის წევრების მისამართით, თუმცა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, დღევანდელი გამოსვლა პარლამენტში ყოფილიყო გადადებული მას შემდეგ, რაც პარლამენტის პოზიცია გახდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ანუ მხედველობაში ქონდა უმრავლესობას ის, რომ დაუჭერდა თუ არა მხარს საკონსტიტუციო ნაწილი, საკონსტიტუციო უმრავლესობა ან ყოველ შემთხვევაში გარკვეული იქნებოდა ზოგადი პოზიცია პარლამენტისა ამ ცვლილებებთან მიმართებაში. დიდი მადლობა ნოდარ ჩაჩუა, ვერთობოდა პირდაპირ ეთერში.